ვიფასო მეგობრებო, შეკვეთილი სიუჟეტის დრო მოვიდა. ლარის კურსის ცვალებადობასთან დაკავშირებით ჩვენ შეგვიკვეთა სიუჟეტი ამ თემაზე, შეგვიკვეთა ნოდარ ხადურმა, სხვა შორის მინდა პროდიუსერს ვკითხო, რაში გადაიხადა, ლარში თუ დოლარში. ამას მოგვიანებით გავარკვევთ. მოკლედ ხადურის მიერ შეკვეთილი სიუჟეტი ლარის კურსის ცვლილებაზე. ბაბი კირკიტაძე. დღეს, როდესაც ლარი ეცემა, როდესაც 1 კილო ყველი 2 კილო ფული ღირს, როდესაც ანგარებით გათხოვებამ აზრი დაკარგა, ჩვენ პანიკაში არ უნდა ჩავვარდეთ. მოდუნდით და მიიღეთ მაქსიმალური სიამოვნება. ბატონო ემზარ, თქვენ როგორც ექსპერტი, რა კომენტარს გააკეთებდით ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით? ამ პროცესში მე მხოლოდ პოზიტივს ხედავ, სხვათა შორის, აი მაგალითად, როგორც იქნა დაფასდება გლეხის შრომა და ყურძენი რომ ლარნახევარი ღირდა, გახდება 10 ლარი. და მაინც, თუ შეგიძლიათ გითხრათ, ლარი აიწევს თუ დაიწევს? ეგრე ვიცოდი, კინაცვალე ექსპერტი კი არა, მილიონერი ვიქნები და სხვათა შორის მინდა ეს ინტერვიუ დავასრულო ჩვენი ფინანსთა მინისტრის სიტყვებით. საარსებო მინიმუმი გაიზრდება. 160 ლარის ნაცვლად ჩვენი მთავრობა 500 ლარს მოგცემს. განა ეს არ გინდოდათ? სწორედ ლარის ვარდნას უნდა ვუმადლოდეთ ქუჩაში ამდენი ბედნიერი ადამიანი რომ დადის. Before with $100 I could buy ადრე $100-ით 175 ლარის ყიდვა შემეძლო. ახლა კი 240 მაძლევენ და გაცილებით მეტ ჩურჩხელას ყიდულობ. And I can buy so many churchkellas. Yes. აგერ ხორცით მოვაჭრესაც ვკითხოთ. როგორი მოქმედა თქვენზე ლარის კურსის ცვალებადობა? ადრე გენაცვალე 50 ლარს მიხდიდნენ და ცოტა მიტყდებოდა. ეხა 100 ლარი ვღირვარ და მე ამაყება. ძალიან კარგი. რა უფრო მნიშვნელოვანია თქვენთვის? ლარის კურსი თუ ჯანმრთელობა? ხილად გოგონი. ჯანმრთელობა. რა უფრო მნიშვნელოვანია თქვენთვის? ლარის კურსი თუ მეგობრობა? მეგობრობა, რა თქმა უნდა, მეგობრობა. ლარის კურსი თუ სიყვარული? ვაიმე, რა თქმა უნდა, სიყვარული. როგორც ხედავთ, ლარის კურსი მოქალაქეებისათვის მეორე ხარისხოვანია. ადრე 1 და 4-ზე რო იყო დოლარი, დედამ მქონდა ნატირები. და ახლა როცა 2 და 4-ზეა? 2 და 4-ზეა? ახლაც დედამ აქვს ნატირები. აი ხომ ხედავთ, არანაირი განსხვავება. რა გჭირთ ხალხო? ნუ დაგაბრმავებთ სიხარბე. თვალი გაახილეთ და მიმოიხედეთ. ლარის ვარდნის გამო ბანკირები მილიონებს იშოვიან. განა ბანკირები ჩვენები არ არიან. როგორც იქნა გაიხარეს სკეპტიკოსებმა. განა ისინი ჩვენი მოქალაქეები არ არიან. გადავხედოთ წარსულს. განა კუპონი ჯობდა? 1 წუთით? $1 მიმოვე ხალხო, საკუთარ ტელევიზიას ხსნი! და ბოლოს, რაც არ უნდა დედა მაინც დედა